ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლს რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა განეხილა პუტინს ტრამპთან უკრაინის საკითხი. ამის შესახებ ბლუმბერგი უიტკოფისა და პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის საუბრის ჩანაწერებზე დაყრდნობით წერს. ეს მოლაპარაკებების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, რომ უკრაინელებსაც იმავეს ეუბნება, განაცხადა ტრამპმა, რომლის თქმითაც ჩანაწერის შესახებ არაფერი ისმენია. ტერიტორიული საკითხები, გაყინული რუსული აქტივები, უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები ეს ის პუნქტებია, რომლებზეც სამშვიდობო გეგმის ფარგლებში მხარეები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. ინფორმაცია ნიუმაქსმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემასთან უკრაინული მხარე ადასტურებს იმასაც, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური და კონსტრუქციული იყო. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობა, ამბობს გერმანიის ელჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. პეტერ ფიშერის განცხადებით, ეს უნდა იყოს გამომაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ნინო წილოსანის მტკიცებით, საქართველოში კაცების გათხოვებას აპირებენ. ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ პასუხს ემს ყველა იმ უგუნური თუ მავნებელი პროპაგანდისტის ირონიულ კითხვას. ქართველი კაცების გათხოვებას გვიპირებენ? დიახ, თქვა ოცნების წარმომადგენელმა. არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ქალი 13 და 9 წლის შვილებზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ ხელზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ.